თავი მე-12. ამიტომ ჩვენს, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს, იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულ დაძაბუნებულნი. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი. შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ. რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი, სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს. თუ თქვენ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ როგორც შვილებს, ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს. ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რაც ყველასთვის საზიაროა, მაშინ თქვენ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები. და კიდევ, თუ ჩვენი ხორციელი მამები გწვრთნიდნენ და გვეშინოდა მათი განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ. ისინი გწვრთნიდნენ თვითნებურად მცირე დღეებისათვის, ეს კი ჩვენი სარგებლობისათვის, რათა წილი გქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა. აბა, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები. მოასწორეთ გზები თქვენს ფერხთათვის, რათა კოჭლმა არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს. ეცადეთ იქონიოთ ყველასთან მშვიდობა და სიწმიდე, რომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს. გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რომელიმე მწარე ფესვმა აღმოცენებისას ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს. რათა არ იყოს თქვენ შორის გარყვნილი, ან ღვთის გარეგანი როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის უარი თქვა პირმშოღობაზე. თქვენ ხომ იცით, რომ ამის შემდეგ იგი უკუგდებული იყო, როცა მოისურვა მემკვიდრეობით მიეღო კურთხევა. ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას. თქვენ არ მიახლოებულ ხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აგზნებულს, არც ბნელსა და წყდიაც, ან კარიშხალს, არც საყვირის ხმას და არც სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენით ითხოვდნენ, რომ მათთვის აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა. ვინაიდან აღარ შეეძლოთ იმ ბრძანების ატანა, ხეციც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს. იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემაც თქვა, შეწრწუნებული ვარ და ვკანკალებ. მაგრამ თქვენ მიეახლეთ ციონის მთას და ცოცხალი ღვთის ქალაქს, ზეციურ იერუსალიმს და აურაცხელ ანგელოზებს, კრებულს და პირმშოთა ეკლესიას, საში რომ არიან ჩაწერილნი და ყველას განკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს. და ახალი აღთქმის შუამდგომელ იესოს და საბყურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთმეტყველებს. ფრთხილად, ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუ კი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც უარყვეს ქვეყნად მაუწყებელი, მით უფრო ჩვენ, თუ ზურგს ვაქცევთ ზეციდან მაუწყებელს, რომლის ხმამ მაშინ შეძრა მიწა და რომელმაც ახლა მოგცა ასეთი აღთქმა, კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც. კიდევ ერთხელ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია. ამიტომ ჩვენ შეუძრავ სასუფეველს რომ ვღებულობთ, ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს მოწიწებითა და მოშიშებით, რადგან ჩვენი ღმერთი ჭამელი ცეცხლია.